გასულ კვირას ახსენე, რომ თეთრ სახლთან ბრძოლის ჩატარება შენს გეგმებში შედის. ამიტომ, როცა სამომავლო გეგმებზე ფიქრობ, ყავს თუ არა კონკრეტული მეტოქეს შერჩეული თუ პირიქით მნიშვნელობა არ აქვს წინ მის დაგიყენებელ. ვინც უნდათ ის შემახვედრონ. მე მზად ვარ ამ სპორტის დიდ სახელებთან ვიჩხუბო. დანას მუშაობა მოუწევს, მე უარს არასდროს ვამბობ. ნებისმიერ არენაზე ვჩხუბობ, სადაც არ უნდა დამინიშნო. სულ ეს არის. ვიბრძოლებ, თქვენ უბრალოდ შემდეგი ოპონენტი მომეცით. კარგი ქარდი იყო. ის 16 წამიანი ნოკაუტი ბენუასგან შესანიშნავია. შემდეგ პრატესის ნოკაუტი, მორალესის ნოკაუტი, ჯერ მარტო ეს სამი ბრძოლაა მთავარი ქარდის ღირსი. ცხადია ვალენტინაც თავისი დომინანტური შედეგით, შემდეგ ისლამის დომინანტური ბრძოლაც. დარჩება თუ არა ილია თავისი სიტყვის ერთგული და ზედაწონაში ავა. თუ მეორე სიტყვის ერთგული დარჩება და შემდეგ ბრძოლას ჩემთან გამართავს. წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება, არა? რა იცი, იქნებ მე მომიწიოს ილიასთან შეხვედრა ან ჯასტინ გეიჯს. ვფიქრობ აბუ-დაბიში ჩატარდება ბრძოლები, თუმცა მაინც არავინ იცის რა ხდება. ისლამზეა დამოკიდებული რაც გადაწყვეტს, იმიტომ რომ ილიას მასთან ჩხუბი სურს. მე შემდეგი წლის დასაწყისში ვიბრძვი, ნებისმიერ შემთხვევაში მე მეტოქე აუცილებლად მეყოლება. ნამდვილად მომიწევს ჩხუბი შემდეგი წლის დასაწყისში. იცით რა, ახლა ილია თოფურიასა და ისლამის ორთა ბრძოლა მინდა ვნახო. განსაკუთრებით ახლა უფრო დიდი სურვილი მაქვს ამის. ასევე ვფიქრობ, ისლამმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო 170-ში ასვლით. ძმაო, ილია ისლამის წინააღმდეგ თეთრ სახლში, დანა ეს უნდა გააკეთო. აუცილებლად უნდა გააკეთო. არ მიფიქრია, რომ ისლამი 170-ისთვის პატარა იყო. მას პირადად შევხვდი, ერთადაც ვივარჯიშეთ, ის ძალიან დიდი ბიჭია. და ვინ იქნება ისლამის შემდეგი მეტოქე 170-ში? იცი რა? ვფიქრობ, ისლამის ბედისწერა თეთრ სახლთან ილია თოფურიასთან ჩხუბია. თუ ილიას დაამარცხებს, პენსიაზე უნდა გავიდეს. ისლამს ყველამდე ფული აქვს, არა? დაასრულე კარიერა ისე როგორც ხაბიბმა ქნა. მესმის, რომ ბევრი ამაზრის წინააღმდეგია, მაგრამ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ჩვენ ათლეტები ძალიან დიდხანს ვრჩებით წვეულებაზე. მის ადგილას ილია თოფურიასთან ვიჩხუბებდი თეთრ სახლთან. დავამარცხებ მას და მივდივარ. ესა იგი ბიჭებო, ისლამმა თავის იქნა, ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა. შემდეგი ბრძოლა ილიასთან უნდა იყოს. ილია ჯერ გავიდეს და ჯასტინ გეიჯი დაამარცხოს. შემდეგ პედი პიმბლეტს მიხედოს. მოკლედ, ვინც არ უნდა იყოს შემდეგი მეტოქე, ჯერ მათ უნდა მიხედოს. ძალიან მაინტერესებს ისლამი იგივეს გააკეთებს თუ არა ილიასთან. ილიას უნარები ისლამის დონეზეა და ვფიქრობ, მათი ბრძოლა უფრო თანაბარი იქნება ვიდრე ისლამისა და ჯეკის. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა შედგეს. ეს ის ბრძოლა, რომელიც ახლა უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა არა უშავს. ისლამმა თავის იქნა. ილია ისიც რა, პედის რომ შეხვდეს ზუსტად ვერ გეტყვით ვინ აჯობებს. მინდა რომ ილიამ შემდეგი ბრძოლა მოიგოს, რათა მისი და ისლამის დაპირისპირება ვიხილოთ. რაც ერთ-ერთი უდიდესი და ყველა დროის მაღალი დონის ბრძოლა იქნება. ამაზე უკეთესი ჩხუბის გამართვა რთული იქნება. არ მგონია ისლამს იგივეს გაკეთება ამ დივიზიონში ვინმესთან გაუჭირდეს. ილიას ნამდვილი გრეპლინგის გამოცდა ჯერ არ გვინახავს. პრაის მიჩელი მაღალი დონის გრეპლერია, ილიამ მშვენივრად გაართვა თავი. პრაის ყელით კიო და ცუდად იყო. ანტიბიოტიკებს სვამდა, ხომ გახსოვთ? ილიას სიმაღლეში ძალიან დიდი განსხვავება ექნება. რა წონაშიც არ უნდა იჩხუბონ, ილია მაინც 165 სანტიმეტრი იქნება. რა გაეწყობა? ის 165 სანტიმეტრია, ისლამი კი 183. ძალიან დიდი განსხვავება იქნება, ხომ ხვდები, რასაც გულისხმობ. თუმცა ილიას უნარები ძალიან მაღალია. ორივე 10-ქულიანი მებრძოლია MMA-ში. იშვიათი ჯონ ჯონსის შემთხვევა. MMA-ში ცოტაა, ვისაც ყველაფრის კეთების უნარი აქვს. კრივი ჭიდაობა, ჯიუ-ჯიტსუ. ორივეს კარგად გამოსდით ამის კეთება, ასე რომ არ ვიცი. ასეთ შემთხვევაში შეიძლება სიმაღლე იყოს გადამწყვეტი. შეიძლება, სიმაღლეა მთავარი. საქმე ისაა, რომ ილიასა და ისლამის შემთხვევაში ილია არ გამოვა და გრეპლინს არ დაიწყებს. ისლამი გამოვა და შეეცდება, რომ მიწაზე გადაიყვანოს. მოკრივის და მოჭიდავის შორის იქნება ჩხუბი, თუმცა ამ ორივეს კეთება მშვენივრად გამოსდით.